დიდი ხანია ელოდებით სიტყვას და გისმენთ. პირდაპირ მოგახსენებთ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ძალიან ემოციური გამოსვლა ჰქონდა ქალბატონ ირმა ინაშვილს და აი პირდაპირ ინაშვილის შემდეგ რომ მაძლევთ სიტყვას, ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. პირველ ყოვლისა მინდა ვკითხო ირმა ინაშვილს, როდესაც რეჟიმის გასამართლებაზე საუბრობს, ხომ არ დაეწყო საუბარი მოკავშირის გასამართლებაზე ჯერ, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა, იქიდან ხო არ დაეწყო, თუ მაინც და მაინც რეჟიმის გასამართლება. საერთოდ არ მქონდა არანაირი შეხება და სხვათა შორის თქვენი საყვარელი მიხეილ სააკაშვილი და სხვა დანარჩენი თქვენი საყვარელი მეგობრები იყვნენ იქ გაერთიანებული და შევარდნაძეს თათებს ულოკავდნენ. აი თქვენი მეგობრები. მიხეილ სააკაშვილი იყო მოქალაქე და მიხეილ სააკაშვილი ჩემი პრეზიდენტია და ჩემი საყვარელი პრეზიდენტი ვინ იქნება და ხო და ღმერთმა მოგახმაროთ მშვიდობაში ეს მიხეილ სააკაშვილი ჩვენ გაგვანებთ თავი. უკაცრავად. კლაკერები ხართ თუ დარბაზი ხართ? უკაცრავად. და თქვენ კიდე თქვენი საყვარელი უფლება დამცველი ბჭყალებში ჯალათი ბედუკაძე მოგახმაროთ ღმერთმა. იცით რას გეტყვი? მოგახმაროთ ღმერთმა. ბედუკაძემ ამხილა რეჟიმი და ის დასაფასებელია ამის გამო. ნუ ცრუობთ ირმა. ბედუკაძემ ამხილა რეჟიმი. ბედუკაძე იყო თქვენს მიერ შექმნილი რეჟიმის მსხვერპლი. ირმა მომისმინეთ იმავარ მე. ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. ეს არის გოგონა რომელმაც ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ მაგრამ იგივე შეურაცხყოფას საუბრობდით, მე გისმენდით. არა, და ყველა შეურაცხყოფას მოაყენებთ მე ძალიან გთხოვთ მოიქეცით. შეურაცხყოფას მოაყენებთ გეუბნებით მე. მოიქეცით ისე როგორც დანარჩენი. შეურაცხყოფას მოაყენებთ. მე თქვენი მენტორობა არ მჭირდება, ბატონობა, თქვენი ემოციურობა დაიკავეთ. თქვენზე ემოციური ვარ დამიჯერეთ. კარგი, ქალბატონ მაია. ეხლა მათქნეინე თუ შეიძლება. ხმა მაგ იმისთანა დაინგრება. არ გადამრიოთ. ძალიან ხო ნუ მანიპულირებთ თქვენი ხო იმითი. უკაცრავად სტუმარს მივცეთ. უკაცრავად თუ შეიძლება კორექტულად, თუ შეიძლება. უკაცრავად ქალბატონო თქვენი ხმა არ ისმის. გმირი მე ვიცი გიორგი ანწუხელიძე. ძალიან ხო თქვენ ამ გმირობას ასე ნუ ნუ დარბაზმა თავისი თუ შეიძლება უკაცრავად ქალბატონო არ ისმის თქვენი ხმა მიკროფონის გარეშე უკაცრავად ქალბატონ მაია დაასრულეთ გისმენთ თუ მექნება საშუალება რომ დარბაზი არ მაწოდიდეს კარგი იქნება იმიტომ არ ვზივარ დარბაზში რომ ასეთ ნებათა გელას გამოვიდეთ ეხლა რა უყურთ კუმირების ხანაში ცხოვრობთ ხო გესმით არა იქ ჩემი საყვარელი პრეზიდენტია აქ გმირია მოკლედ ძალიან გთხოვთ ნუ გამაწყვეტინებთ საუბარს თუ არა და ესე არ გამოვა სხვანაირად მე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ცხოვრობთ ტოტალურ ფასეულობათა აღრევის ხანაში როდესაც ბედუკაძე არის გმირი ირმა ინაშვილი არის ჟურნალისტი და აი უამრავი მაგალითი გვაქვს იმის არაპროფესიონალიზმისა, არა მხოლოდ ნებისმიერ სფეროში, არამედ რაც ყველა სავალალოა პოლიტიკაში. და საერთოდ მე მინდა გითხრათ, მე თვითონ ვარ ჰუმანიტარული პროფესიის წარმომადგენელი და რაც უფრო მეტი იურისტი გვეყოლება, ეკონომისტი და აი ესეთი მომიჯნავე ამ პროფესიებისა, მის უკეთესი იქნება ზოგადად ალბათ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ამდენი მსახიობი, მხატვარი და მე არ ყოფილა პარლამენტში, მაგრამ მხატვარი ვარ თავად. დაამთავრდეს რა ეს დილეტანტიზმი, ეს ემოციური საუბრები, ხელების ახუნი ჩვენ გავიარეთ 90-იან წლებში ბატონო დიმა ეს ერთი ეხლა ძალიან ამაზე აიას უნდა უსმიროთ ჩვენ და ესაა საქართველო თქვენ თუ გისმენდით აი მე დედა არ გადაგმრიო ჩემო ძვირფასო ჩემო აი მე რა უნდა გითხრა იზა ბატონო იზა შვილი ხარ და მე ვერაფერს ვერ გეტყვი რა მნიშვნელობა აქვს აქვს მნიშვნელობა ქალთან მიყავი საოცარი კდება მოსილება მქონდა და საოცარ მიყვარდა მისი ლექსები არ შემიძლია გიპასუხოთ არ შეიძლება გიპასუხეთ მომისმინეთ უარა და მე გავჩერდი და თქვენ მოგისმენთ ეგ როგორ შეიძლება დაასრულეთ თქვენი აზრი ქალბატონ მაია დაასრულეთ თქვენი აზრი ნუ აირჩევთ მე ვინ გაძალებთ ამ ნაციონალებს ვინც გინდათ ის აირჩიეთ მაგრამ უფასო ძეხვი არ იქნება, იცოდეთ. არ იქნება, დივანზე წოლა, მესიის მოსვლა არ იქნება. სახელმწიფო თუ გინდათ, უნდა გადაიხადოთ ჯარიმა, როცა გადააგდეთ სიგარეტის კოლოფს ასფალტზე. როდესაც რაღაცას დაარღვევთ, იქნება ჯარიმა. როდესაც ცუდად მოიქცევა ვინმე, ამაზე პასუხისგება მოგიწევთ. ეხლა უკაცრავად დარბაზი ბრძანდები და თქვენი რეგლამენტი დაიცავით თუ შეიძლება. ეხლა მე
მე პასუხობ ხოლოდ მე მოგცემთ სიტყვას ვერანაირი შეძახილით მე პასუხობ რესპონდენტისმას ირმა ინაშვილი არა აქვს ჩემი აზრით ასეთი დიდი გონორის უფლება მაგრამ ეს ჩემი აზრია ამას შეიძლება სხვა არ დაეთანხმოს რაშია საქმე რომელ ფასეულობებზე ლაპარაკობს ქალბატონი ირმა ინაშვილი აი რომელ ფასეულობებზე მე ლაპარაკობ უფლებაზე ლაპარაკობ მაგალითად რასაც ნაციონალური მოძრაობა ართმევდა პატიმრებს აი კონკრეტულად პატიმრებს ამ უფლებაზე ვლაპარაკობ როგორ გონიათ დღეს დიახ აღარ ცემენ ციხეებში თქვენ როგორ გონიათ დღეს მასობრივი ხასიათი აქვს ციხეებში პატიმრების გაუპატიურებას არა აქვს ელემენტ პუნქტი პირველი მასობრივი ხასიათი გაუპატიურებას არ ქონია ეს ერთი ატყუილია კონდა და თქვენი გუნდი იყო მაშინ ჩუმად როცა ხალხ ამას ირმა თუ არ მომისმენთ და ძალიან კარგად აღიარეთ ყველაფერი იცოდით ნებისმიერი დარღვევა უნდა დაისაჯოს მაგრამ როდესაც თქვენ ლაპარაკობთ აპელირებთ ასეთი ფასეულობებით და დღეს ხდება იგივე რა მორალური უფლება გაქვთ თუ მაშინ ლაპარაკობთ დღეს მაგრამ მომიყვანეთ თუ ვერ გავიგებისთვის სემენ პოლიციაში ოპერმუშაკები ხელფესამტროებენ ხალხ ერთი წუთი რატო არ რეაგირებთ ამას ქალბატონო თქვენი სახელი არ მახსოვს უკაცრავ მაია ქალბატონო მაია დამიგდეთ ყური რა მინდა გითხრათ დარბაზი გააჩნია არავინ არ ხუჭავს თვალს იმაზე თუ რამე ნეგატიური ხდება ჩვენს ქვეყანაში იგივე ადამიანის უფლებათა დაცვის თუ დარღვევის კუთხით მაგრამ მე გეუბნევით პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით რომ საბედნიეროდ დასრულდა ქართულ გულაგებში სააკაშვილის და ბაჩო ახალაიას და მერაბიშვილის მიერ შექმნილ გულაგებში პატიმართა მასობრივი მკვლელობა და წამება დასრულდა და გიხაროდეს ქართველო ერო გასაგებია ქალბატონო გასაგებია ქალბატონ ნათია თქვენ და შემდეგ პირდაპირი ჩართვა გვაქვს